ისევ და ისევ მე პირადად ყოველ შემთხვევაში ვუტრიალებ, იმიტომ რაღაცა მსოფლიოს დღის წესრიგის მთავარი თემა მაინც არის რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში და თუმცა ჩვენ არ ვიცით რაზე ილაპარაკეს, რა მოამზადეს, რა თეზისები იყო და რა საკითხები ჩამოაყალიბეს, რის გარშემოც მათ სურთ შეთანხმების მიღწევა და არ ვიცი ამას ოდესმე გავიგებთ თუ არა ყავს მე ძალიან დიდი ხნის წინათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გეოგრაფიას და ეს გეოგრაფია და ეს მარშრუტები მე ვფიქრობ გვაძლევს ინფორმაციას, რომ შევიქმნათ წარმოდგენა რა პროცესები მიმდინარეობს და რისკენ მიდის ეს პროცესები. კერძოდ, რას გულისხმობ? ფაქტობრივად ეხლა დაპირისპირება არის მაინც ქრისტიანულ სამყაროში, დასავლურთან ქრისტიანულ სამყაროში ზოგადად, იმიტომ რომ ეს რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ესენი დაობენ ერთმანეთთან და ეს სივრცე იმისთვის რომ ამ სივრცეში მშვიდობა დამყარდეს, ირჩევს მოლაპარაკების ადგილად საუდის არაბეთს, აღმოსავლეთს, ანუ მუსლიმურ ქვეყანას. და ამას ემატება მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ვლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ამ შეხვედრამდე თითქოს თანახმა იყო და მიესალმებოდა ამ ტიპის მოლაპარაკებას, შეხვედრის შემდეგ პროცესშივე უკვე და შემდეგაც მას საკუთარი ხისტი განცხადებები გააკეთა და აი გამიჯვნის პირველი განცხადება, რომ ის ემიჯნება ამ მოლაპარაკებას ამერიკის და რუსეთის ფედერაციებს შორის მიმდინარეობს, ეს განცხადება მან გააკეთა ერდოღანის გვერდით თურქეთში, საიდანაც უნდა გაფრენილიყო საუდის არაბეთში, მაგრამ გადაიფიქრა. ესეც ძალიან საინტერესო გეოგრაფია ჩემი აზრით და რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის მიმდინარე პროცესებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო, სანამ თქვენ გაგცემდეთ ამ კითხვაზე პასუხს, რომ არის ესეთი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე, აზერბაიჯანელი, რომელიც ძალიან პოპულარული არის უკრაინულ არხებზე, მას ბლოგერებიც იწვევენ, თქვათ, ელექტრონული მედიის წარმომადგენლები და მან ასეთი რამ დაწერა გუშინ, რომ მაკრონის განცხადების საპასუხოდ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირმა ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის და რუსტამზადემ დაწერა ასეთი მოსაზრება, მე მგონი მაყურებელი და მსმენელი მიხვდება, რატო უსვა მხარს, რომ აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა დაწერა, ანუ საიდან შეიძლება ეს იყოს გზავნილი, რომ შესაძლებელი არის ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თუ კი შეიქმნება თავდაცვითი გაერთიანება, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ევროკავშირი და თურქეთი. ეს განცხადება ჯდება ზელენსკის მიერ თურქეთში ერდოღანის გვერდით გაკეთებულ ხისტ განცხადების კონტექსტში. აი ეს გეოგრაფია რას გვეუბნება ბატონო დავით და საერთოდ ეს აღმოსავლეთის ანუ მუსლიმური სამყაროს შემოყვანა რატომ გახდა აუცილებელი ამ პროცესში?